ასოცირების შეთანხმება ბევრ სფეროში საქართველოსა და ევროკავშირში მოქმედი მარეგულირებელი წესების ურთიერთთავსებადობის მიღწევას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი სფეროა ტრანსპორტი, კერძოდ კი ავტოსატრანსპორტო გადაზიდვები და გადაყვანა. აქ ცენტრალური პრობლემაა უსაფრთხოება და შესაბამისად ევროპასთან თავსებადობაც პირველ რიგში ამ საკითხზე უნდა იქნეს მიღწეული, თუ როგორ გვესმის უსაფრთხოება და რა საშუალებებით ვაღწევთ მას. ავტოტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის პირველ რიგში ცხადია მნიშვნელოვანია ამ ავტოტრანსპორტის გამართულობა. ამის კონტროლის მექანიზმია ავტომობილების სავალდებულო პერიოდული შემოწმება საგზაო მოძრაობისთვის ვარგისობაზე, ანუ რასაც ტეგდათვალიერებას ვეძახით ხოლმე. როდესაც მოწმდება ავტომობილის ისეთი მნიშვნელოვანი სისტემების გამართულობა, როგორიცაა საჭე, მუხრუჭი, ღერძები, თვლები, ღამის განათება. აგრეთვე მოწმდება, რომ დადგენილ ნორმებს არ აღემატებოდეს გამონაბოლქვი და ხმაური. შესაბამის ევროდირექტივასთან დაახლოების მიზნით საქართველომ მართლაც მიიღო ტექნიკური რეგლამენტები, თუმცა ევროპულთან შედარებით ისინი ბევრად ხისტი და ფორმალისტურია. მაგალითად, ევროკავშირში ტექისპექტირებისგან გათავისუფლებულია 30 წელზე მეტი ასაკის ისტორიული ავტომობილები. ან მაგალითად, ისეთი ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, ან დაუსახლებელ ადგილებში, ან არასდროს ხვდება საერთო სარგებლობის გზებზე. საქართველოში ყველა ასეთი ავტომობილი ექვემდებარება ტექისპექტირებას, ევროკავშირში არა. ამავე დროს ევროკავშირში მანქანის გამართულობა მოწმდება არა მხოლოდ გეგმიურად, ანუ წინასწარ დადგენილ ვადებში, არამედ მოულოდნელადაც, გზაზე შემთხვევითობის პრინციპით, რაც მძღოლს აიძულებს, რომ მხოლოდ გამართული ავტომობილი გაიყვანოს გზაზე. საქართველოში კი შემოწმებული ავტომობილი უკვე მეორე დღეს შეიძლება გაუმართავი გავიდეს გზაზე, შემდეგ კი გეგმიური შემოწმების ვადამდე. ავტოსატრანსპორტო მოძრაობის მეორე მნიშვნელოვანი მონაწილე, რომელზეც საგზაო უსაფრთხოება დიდად არის დამოკიდებული, არის მანქანის მძღოლი. ის უნდა იყოს საკმარისად მცოდნე და გაწაფული, ის არ უნდა იყოს გადაღლილი. შესაბამისად, ევროკავშირთან დაახლოების ერთი მიმართულებაა მართვის მოწმობების გაცემის წესები და მოთხოვნები. და აქ დირექტივის მოთხოვნების ნაწილი შესრულებულია. თუმცა ავტოსკოლებში მძღოლების მომზადების ხარისხი პრობლემურია, ვინაიდან მძღოლის მომზადების ერთიანი სტანდარტი შემოღებული არ არის. ამიტომ მძღოლების პროფესიონალიზმი კვლავ სათუოა. გარდა ამისა, ევროკავშირში ტვირთის გადაზიდვის ან მგზავრთა გადაყვანაში მონაწილე მძღოლებისთვის გათვალისწინებულია პერიოდული გადამზადება. საქართველოს კანონმდებლობა კი ამ ვალდებულებას მხოლოდ საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში ჩართული მძღოლებისთვის აწესებს. როგორც ვთქვით, მძღოლის კარგად მუშაობისთვის დაუშვებელია მისი გადაღლა. ამის აღსაკვეთად პროფესიული მძღოლებისთვის დადგენილია მანქანის უწყვეტი ტარების მაქსიმალური ხანგრძლივობა, რომლის შემდეგაც მძღოლი ვალდებულია დაისვენოს. ამას აკონტროლებს ავტომობილში დამონტაჟებული საგანგებო ხელსაწყო ტაქოგრაფი. საქართველოში ეს მოთხოვნები ასევე მხოლოდ საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავებზე ვრცელდება და მათი შესრულება არ კონტროლდება. ასევე ფორმალურია და ჯერჯერობით ძირითადად საერთაშორისო გადაზიდვებზე ვრცელდება სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ევროპული წესები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში აისახა. ამდენად, საგზაო ტრანსპორტის ევროპულთან თავსებადობის მისაღწევად საქართველოს წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და მალე წარმატებით დასრულდება კიდეც.